გამარჯობა. დიდი ხანია მე და თქვენ ფრენბურთზე არ გვეჭერავია. ხა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ ვიდეოში ვისაუბრებ ფრენბურთის სამყაროში ბოლო დროს განვითარებულ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე, ტრანსფერებზე და ასე შემდეგ. და არ შეიძლებოდა, რომ 2026 წლის პირველი თვე ისე გასულიყო, რომ მე ახალი ვიდეო არ ამეტყურეთ, ასე რომ ჩაუჯექით რაღაც საინტერესო ამბებს მოგიყვებით. პირველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე და ცვლილება, რომელიც მსოფლიო ფრენბურთში იქნება 2026 წლიდან არის ის, რომ დეკემბრის დასაწყისში ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამტკიცა ბელორუსი და რუსი სპორტსმენების მონაწილეობა ახალგაზრდულ ჩემპიონატებში, ეს ფრენბურთსაც ეხება, რა თქმა უნდა. მე ვერ ვიტყვი, რამდენად ეს შესაძლებელი იქნება 2026 წელს, რადგან ყველა საკვალიფიკაციო მატჩი ნებისმიერ ასაკში მე მგონი უკვე დასრულებულია და მათი ჩართულობა როგორ იქნება 2026 წლიდან, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ ამის გარდა ბელორუსიაც და რუსეთიც არიან აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის წევრები. ამ ევზა შემოკლებით მას თავმჯდომარეობს უკრაინელი და ასევე იქ შედიან პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ ამ აღმოსავლეთ ევროპის კონფედერაციამ მათ დაბრუნებას წინააღმდეგობა არ გაუწიოს. მე წავიკითხე ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტის, რომელიც იძახის, რომ ცალსახად წინააღმდეგები იქნებიან ამ ქვეყნების დაბრუნების დიდ სპორტულ არენაზე, ხო და შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ეროვნული გუნდებიც დაბრუნდნენ დიდ ფრენბურთში, მაგრამ არ ვიცი რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, იმიტომ რომ ბოლო დროის მონაცემებით, რაც ვნახე, ერთ-ერთ რუს ფრენბურთელს არინა ფედეროვცევას, ვინც ჩემპიონთა ლიგას უყურებთ, ან თურქეთის ლიგას უყურებთ, იცით, რომ არის ფენერბახჩეს ვარსკვლავი, მას უარი უთხრეს პოლონეთის ვიზაზე, მათ თამაში ჰქონდათ ჩემპიონთა ლიგის ლუდში და ეს ფრენბურთელი ვერ წავიდა, იმიტომ რომ მას ამ შეზღუდვების გამო არ მისცა პოლონეთმა ვიზა, ხო და ამასთანავე ანა ლაზარევა, რომელიც აგრეთვე რუსი ფრენბურთელია, მან მოახერხა პოლონეთში წასვლა, რაღაცნაირი ორმაგი სტანდარტებია და არ ვიცი ზუსტად რა იქნება რუსებთან დაკავშირებით დიდ ფრენბურთში და ზოგადად როგორ მოიქცევა სევი და მსოფლიო ფედერაცია. ნახოთ მივყვეთ მოვლენებს. ამისა გეტყვით, რომ პოლიტიკური ნიშნის გარდა არც ისე კარგი იქნება ამ გუნდების დაბრუნება საქართველოს ნაკრებისთვის ზონალურ ასოციაციაში, რადგან ბოლო პერიოდში 2022 წლიდან, რაც ეს გუნდები აღარ მონაწილეობენ, ფაქტობრივად ყოველთვის ვახერხებთ მეორე ეტაპზე გასვლას და ამ გუნდებთან ერთად უკვე ძალიან გაგვიჭირდება, როგორც აქამდე იყო, იმიტომ რომ ვიცით, როგორი გრანდია რუსეთი ფრენბურთში. სპორტის საქართველოს 18 წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია. 18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელსაც ლატვიის ქალაქმა დაუგავპილსმა უმასპინძლა ქართულმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს. გავაგრძელოთ ფრენბურთში დაბრუნების თემა და გეტყვით, რომ 38 წლის ასაკში მეტ ანდერსონი, რომელიც ჩემი საყვარელი ფრენბურთელი იყო, ბრუნდება, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაბრუნდეს ამერიკის ნაკრებში და მიიღოს მონაწილეობა აგრეთვე 2028 წლის ოლიმპიადაში, ალბათ ამის შემდეგ დაასრულებს კარიერას. დიდი ალბათობით თავის კარიერას გააგრძელებს თურქულ ფენერბახჩეში. ეგეთი ინფორმაციაც გვაქვს. ვინც შარშან თვალსადევნებდით ქალთა ერთა ლიგას, გემახსოვრებათ ესეთი ფრენბურთელი კანადელი კირა ვან რეიკი, რომელიც იყო პირველ ეტაპზე საუკეთესო მეკულე, მას ჰქონდა ეისების რეკორდული მაჩვენებელი, მაგრამ სამწუხაროდ მეორე ეტაპზე მან დატოვა კანადის ნაკრები და ბოლო ინტერვიუში წავიკითხე, რომ ისიც ბრუნდება კანადის ნაკრებში, მის ინტერვიუდან ნათლად ჩანს თვითონ საუბრობს იმის შესახებ, რომ წავიდა იმის გამო, რომ თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე
სურდა მეტი მუშაობა და ეხლა უკვე მზად არის მწყობრშია, რომ კანადის ნაკრებთან ერთად სრულფასოვნად მოემზადოს და ციკლი გაიაროს მომზადების შემდეგი 2028 წლის ოლიმპიადისთვის. ასე რომ დიდი ალბათობით კირას ისევ ვიხილავთ დიდ ფრენბურთში და მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან მომწონს მის თამაში. ვინც მამაკაცს და ფრენბურთს ადევნებთ თვალს, გეცოდინებათ ესეთი ვარსკვლავი იუკი იშიკავა, იგი უკვე 10 წელია იტალიაში თამაშობს და როგორც ცნობილი გახდა, შემდეგ სეზონს ის ფორნალის ნაცვლად ითამაშებს ზირად ბანკში, ან თურქეთის ლიგაში ვიხილავთ მასაც. კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა ჯორდან ლარსონმა, რომელიც არის ამერიკის ვარსკვლავი. ის 2009 წლიდან არის ეროვნული ნაკრების წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული 4 ოლიმპიადაზე, სხვა შორის 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადის MVP გახდა და უთამაშია ისეთ კლუბებში, როგორც არის დინამო კაზანი, ეჟაშიბაში, შანხაი და ვერო მილანში, ასე რომ ეს დიდი ვარსკვლავიც ემშვიდობება დიდ ფრენბურთს. Space is always open. The free ball over the net and nice. Watch the tactics and then დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი მომავალი სეზონიდან უკვე თურქეთის ლიგაშიც, ქალთა ლიგაში. ძალიან ელოდებოდნენ თურქები იზაბელა ჰაკს, მაგრამ სამწუხაროდ გალათასარაიმ ვერ მოახერხა მის გადმობირება, როგორც ჩანს და ჰაკი კვლავ დარჩა კონელიანოში. კონელიანომ ისევ გააგრძელა კონტრაქტი თავის ვარსკვლავთან გავი გიმარაეშთან, არა 1 წლით, არამედ 3 წლით. ეს იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტი 28-29 წლის სეზონამდე ექნება გაგრძელებული და დადგება იტალიელი მაყურებელი გაბის თამაშით, რომელიც კვლავ ჰაკთან ერთად ითამაშებს. რაც შეეხება ეჯაშიბაშის, მათ უკვე დაიმატეს ალექსანდრა უზელაჩი, ვინც არიცით ეს გოგო ამ ეტაპზე თამაშობს ზერენ სპორტში და საკმაოდ კაი სტატისტიკა აქვს. ცვლილებები არის აგრეთვე ვაკებ ბანკში, უკვე მოაწერეს ხელი ახალგაზრდა ვარსკვლავთან მალუალთან და შემდეგი სეზონიდან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს სერბ ვანია ივანოვიჩთან. იმის შემდეგ, რაც ჰააკის ტრანსფერი, ასე რომ ვთქვათ, გაიმაზა გალათასარაიმ, უფრო მარტივი გზა აირჩია და წამოიყვანა ვიტა აკიმოვა. აკიმოვა არის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ამ ეტაპზე იტალიის ლიგაში და ის 2022-23 წლის სეზონზე თამაშობდა ვოლერო ლეგანში, საფრანგეთში, გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული და ამავე სეზონზე MVP გახდა და ბოლოს თამაშობდა ვეროვოლე მილანოს. ნამდვილად ძალიან კაი შედეგები აქვს, უბრალოდ დაახლოებით წელიწადნახევარი გაუცდა, იმიტომ რომ მხრის ტრავმა ჰქონდა და ოპერაციის გაკეთება მოუწია და ეხლა როგორც ჩანს 24 წლის ფრენბურთელი უკვე ოპტიმალურ ფორმაშია და შევხედოთ როგორ გაართმევს თავს თურქეთის ლიგას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე წამოიჩიტა, ასე რომ ვთქვათ, მაინც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფრენბურთელი არის ტიანა ბოშკოვიჩი. მას სეზონზე აქვს 2,5 მილიონი ევრო და ის თამაშობს ვაკებ ბანკში და ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაციით, რაც შეუძლია რომ მომეძიებია, არის ეს, რომ ბოშკოვიჩზე მაღალი ანაზღაურება არც ერთ ფრენბურთელს ქალს არ აქვს. ვინც მამაკაცს და ფრენბურთს ადევნებთ თვალს, გეცოდინებათ ესეთი ფრენბურთელი ლეონი, ვიცით რომ გამოირჩევა ფიზიკურობით და ზოგადად საოცარი მონაცემები აქვს და არაერთი რეკორდი აქვს მოხსნილი, მაგრამ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. მან ლუბლინის შემადგენლობაში პირველად მოიგო პოლონეთის თასი და ერთადერთი ფრენბურთელი გახდა, რომელსაც ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი აქვს 3 ქვეყანაში მოგებული და ეს ქვეყნებია რუსეთი, იტალია და ახლა უკვე პოლონეთიც. ნეტა რამდენი აქვს ლეონს ხელფასი კი არ დავინტერესებული ვარ, თუ ვინმე მიცით დამიწერეთ კომენტარებში. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე საფრანგეთის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუ, რომელიც ამ ფედერაციის ძალიან ამბიციურ გეგმებზე საუბრობდა. პრეზიდენტის თქმით, 2026-27 წლებში საფრანგეთი ივნისის ბოლოს ერთა ლიგის, ანუ VNL-ის ეტაპს უმასპინძლებს. მის თქმით, 26 წლის მიზანი იქნება მამაკაცთა და ქალთა ეროვნულმა ნაკრებებმა
ტოპ 8-ში მიიღონ მონაწილეობა ერთა ლიგის და მოხვდნენ როგორც მინიმუმ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში და უკეთესი იქნება ნახევარფინალიც რო ითამაშონო, ესე ბრძანა ბატონმა პრეზიდენტმა. მე წარმატებებს უსურვებ საფრანგეთის ნაკრებს, იმიტომ რომ ძალიან მე სიმპათიურება მათი გუნდი, ოღონდ მამაკაცთა ნაკრები უფრო პოტენციურად ძლიერი მგონია ვიდრე ქალთა და შევხედოთ რა იქნება მომავალ წელს. მომავალ წელს რატო უკვე დადგა 26. რა იქნება წელს და მომავალ წელს. და დღეისათვის ბოლო სიახლე გვაქვს ისევ თურქეთიდან. ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა ისაუბრა ისტორიული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ფენერბახჩეს სპორტულ კლუბთან, უფრო კონკრეტულად კი ულკერ სპორტ არენასთან, რომელიც შემდეგი 2 წლის განმავლობაში უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს Final Four-ს სტამბულში, ასე რომ შეგვიძლია ჩავალაგოთ და ვიაროთ სტამბულში Final Four-ს საყურებლად, ვისაც სურვილი აქვს და ფინანსები. თუ არ ვწდები, მამაკაცთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს, ანუ Final Four-ს უმასპინძლებს იტალია, ეგრე წავიკითხე სადღაც და მე მგონი შეესაბამება ჭეშმარიტებას. ხო და დღეისათვის სულ ეს იყო, რაც მინდოდა და უცბად მომეყოლა. ბედნიერ წელს გისურვებთ და იმედი მაქვს, რომ ფრენბურთით დატვირთული და სიახლეებით დატვირთული წელი გვექნება და მეც საქმე არ მომაკლდება.